გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შეწყვეტის საფრთხეს ქმნის და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპას. ასე გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცახკნა საქართველოს პარლამენტის მიერ გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს. მოკლედ ევროპას უკვე ისე ვარ დაშორებული, რომ ჩვენ წინ გონი უკვე ანტარქტიდაა. საინტერესოა ჩვენს უკან ვინა, ალბათ მხოლოდ უკუნი სიბნელე და მეტი არაფერი. მეგობრებო, ძალიან მაინტერესებს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო რომელიმე სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობას ასევე ეხმაურობა ხოლმე. დავიჯერო, საგარეო საქმეთა მინისტრს ოდესმე ოფიციალურად დაუფიქსირებია რაიმე ნეგატიური გზავნილი ამა თუ იმ სახელმწიფოს რესპუბლიკის სამეფოს თუ სამთავროს უფროსი ეშელონის გადაწყვეტილებების შესახებ. თანაც იმ გადაწყვეტილებების, რომლებიც სრულიად საშინაო საქმიანობას ეხება. მაგალითად, მონაკოს სამთავრო რომ შეჭრილიყო აფრიკის კონტინენტზე მისი დაპყრობის მიზნით, მაშინ სრულიად გასაგები იქნებოდა მინისტრ ბოჭორიშვილს ნეგატიური აზრი რომ დაეფიქსირებინა ამ ყოვლად უზნეო ქმედებაზე. მაპატიოს მონაკოს სამთავრო ასეთი პირქუში მაგალითისთვის, მაგრამ სხვა შემთხვევაში მინისტრი არასდროს ჩაერეოდა მონაკოს შიდა სახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში. ამაში ჩემი სისხლის ბოლო წვეთამდე ვარ დარწმუნებული. ვინ ეკითხება ესტონელ ცახკნას საქართველოს პარლამენტის მიერ გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს? ვინმე ეკითხება? რომელიმე ჩვენმა ბობოლა ბიუროკრატმა ჰკითხა? მარგუს შენს ამ ზესა, აბა ერთი ვაჟკაცურად შენი აზრი გაგვიზიარე, რადგან ის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეჭვმაქ რომ არავის უკითხავს. და თუ არავის უკითხავს, უკაცრავად და სად ეჩრები, ვის დახკარგვი ხარ? გავიგებდი, თუ კი ჩვენი სახელმწიფოს ესა თუ ის გადაწყვეტილება ესტონეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებს ვნებდეს. მაშინ გასაგებია რომ საგარეო საქმეთა მინისტრი გამოსულიყო და თავისი აზრი გამოეთქვა. ისიც ძალიან ფრთხილად, რადგან დიპლომატიის ენა ეს ურთიერთპატივისცემის კორექტულობის ენაა. დიახ, მოკლედ ამ მარგუს საკუთარი თავი ჩვენი უმფროსი გონია და აი აკი იბადება კითხვა, რატომ გონია ასე? მე არ ვიცი არის თუ არა საქართველოში ესტონეთის საელჩო, მაგრამ თუ კი არის, მაშინ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის ადგილას გამოვიძახებდი ესტონელ ელჩს და რბილად შევეკითხებოდი. თქვენს უფროს, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრს თავში ხომ არაფერი უშუილებს? ვინ ეკითხება ჩვენი გრანტების შესახებ კანონში რა ცვლილებას მივიღებთ თუ არ მივიღებთ? დიახ, ნამდვილად ასე მოვიქცევოდი. საინტერესოა, რას გვიპასუხებდა ესტონეთის ელჩი? ისიც ცხვირაბზეკილი დაგველაპარაკებოდა თუ დაემხობოდა მუხლებზე, ატირდებოდა და გვეტყოდა რომ ჩვენს მარგუს მიუტევეთ, რამე თუ არ იცის რას იქმს. მაგრამ მეგობრებო, მე იმის მომხრე ვარ, რომ ყველა უცხოელი ველაპარაკებოდეს როგორც თანასწორს. სულ ერთია რომელი ქვეყნის უცხოელი იქნება ის, გინდ ციცქნა ესტონეთის, გინდ გრანდიოზული აშშ-ს და გინდ კარნავალური ბრაზილიის. უზარმაზარი ჩინეთი, რომლის მოსახლეობა 1000-ჯერ უფრო დიდია ვიდრე ესტონეთისა, პატივისცემითა და პიეტეტით გველაპარაკება და გვეურთიერთება. რატომ? იმიტომ რომ ჩინელებს ზრდილობა და დიპლომატიური აზრიანობა იურიული პერიოდიდან მოძდევდა. ეს გუშინ გამოჩეკილი, ანუ 1918 წელს შექმნილი დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც მანამდე ღმერთმა უწყის, თუმცა არა, ამ თემაზე ლაპარაკს არ დავიწყებ. მართალია მე დიპლომატი არ ვარ, მაგრამ ამდენი ზრდილობა მყოფნის, რომ არავის მივაყენო შეურაცხყოფა, თვით ესტონეთსაც კი. მეგობრებო, ვისაც არ ეზარება და ვისაც ზრდილობა არ ყოფნის, ყველა ჭკუას გვარიგებს და რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ხედავენ ჩვენთან ქვეყნის დამანგრეველი და ამაწიოკებელი შიდა ძალები სრულიად დაუსჯელად
ბოგინობენ. დიდი 5,000 ლარიანი ჯარიმით შეიძლება დაისაჯონ. ესაა და ეს. და ამიტომ ვიღაც ცაყნა და მისი დამქაშები ლამობენ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას. ანუ ფიქრობენ თუ კი სახელმწიფო თავის ცხვირ მოუხოცავ დამნაშავეებს ვერ ერევა, მაშინ ჩვენ შუაგულ ევროპელ ქვეყანას ხომ ვაფშემც სიტყვას ვერ გვეტყვის. ოდაც ცდილობენ გაწყვიტონ იქ, სადაც მაგათი გაგებით ვიწროა. იმ ცაყნას ალბათ გონია რომ აი მან რაღაც მორიგი შეშფოთება გამოაცხო და ახლა ჩვენ აქ ყველა ტარაკნებივით დავფაცურდებით. ცალფეხზე დავიწყებთ ხტუნვას, რომ როგორმე მარგუსის ცივი გული მოვიგო და მისი მოწონება დავიმსახუროთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უაზრო ოპოზიცია მართლა გამოხდება და ისტერიკაში ჩავარდება. აი, ცაყნამ რა თქვა ჩვენზე. ძირს რუსული კანონი, თავისუფლება ყველა კრიმინალს და LGBT ჩვენი არსობისა. იცი რა ცაყნა, ხომ გახსოვს რუსული კარაბლის ჯადოსნური გზა, ხო და შეგიძლია გაყვე და მიაკითხო. ის კარაბლი უშენოდ ძალიან მოწყენილია. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.